სამკუთხედი. სამკუთხედი ეს არის გეომეტრიის ერთ-ერთი ფიგურა. სურათზე გამოსახული გვაქვს სამკუთხედი. ის შედგება 3 წერტილისაგან, A, B და C წერტილებისგან. წეროთ ეს და 3 მონაკვეთისგან A, B, B, C, A, C. ეს მონაკვეთებიდან ისე აღებული, რომ ამ 3 წერტილს სამდევრობით აერთებს ერთმანეთთან, ანუ A წერტილს აერთებს B-სთან, B-ს C-სთან და C-ს A-სთან. ამ 3 წერტილისგან და ამ ერთმანეთის ტუტულად შემაერთებელი მონაკვეთებისგან შემდგარ ფიგურას უწოდებენ სამკუთხედს. სამკუთხედი რომ ჩავწეროთ, ამისთვის საკმარისია დავასახელოთ მისი 3 წვერო, ანუ A, B და C. A, B და C უწოდებენ სამკუთხედის წვეროებს, ხოლო AB-ს, BC-ს და AC-ს უწოდებენ სამკუთხედის გვერდებს. სამკუთხედის აღნიშვნისთვის გამოიყენებენ ასეთ სიმბოლოს, სამკუთხედის მსგავს და გვერდით მიუთითებენ ხოლმე მისი წვეროების აღნიშნულ ასოებს, ანუ A, B, C. ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ გვაქვს მოცემული სამკუთხედი A, B, C. კუთხე A-ს, კუთხე B-ს და კუთხე C-ს უწოდებენ სამკუთხედის შიგა კუთხეებს. შიგა კუთხეებს. ახლა ნახოთ კიდე როგორი კუთხეები გვაქვს და ვისაუბროთ სამკუთხედის კუთხეების შესახებ. ამ სურათზე გამოსახულია სამკუთხედი ABC, ABC სამკუთხედი. მწვანე და ცისფრად არის გამოსახული, როგორც უკვე ვთქვით, სამკუთხედის ორი შიგა კუთხე. ახლა ნახოთ რა კუთხეა ეს წითელი ფერით გამოსახული კუთხე BCD. კუთხე BCD-ს უწოდებენ სამკუთხედის გარე კუთხეს. სამკუთხედის გარე კუთხესთან დაკავშირებით არის ესეთი თვისება, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრებთ წინა მომდევნო ვიდეოებში. ანუ ეს თვისება მდგომარეობს შემდგომში, რომ კუთხე BCD, ანუ სამკუთხედის გარე კუთხე უდრის ამ სამკუთხედის შიგა და ორი კუთხის გრადუსულ ზომათა ჯამს. და ეს ორი შიგა კუთხე უნდა იყოს ამ გარე კუთხის არამოსაზღვრე. ანუ კუთხე BCD უდრის კუთხე A-ს დამატებული კუთხე B. ამ თვისებას ჩვენ მოგვიანებით დავამტკიცებთ. ახლა გადავიდეთ მეორე სურათზე. ამ მეორე სურათზე გამოსახულია სამკუთხედის ყველა კუთხე, შიგა კუთხეებიც და გარე კუთხეებიც, ალფა, ბეტა და გამა. ასე აღნიშნავენ ასეთი ასოებით კუთხეებს ხშირად. ეს არის შიგა კუთხეები, ხოლო ალფა შტრიხი, ბეტა შტრიხი და გამა შტრიხი ეს არიან გარე კუთხეები. არსებობს ასეთი თვისება, რომელიც ადგენს სამკუთხედის შიგა კუთხეებს შორის კავშირს, ანუ ამ თვისების თანახმად სამკუთხედის შიგა კუთხეების გრადუსული ზომების ჯამი არის 180 გრადუსის სტოლი. მოდით შევეცადოთ დავამტკიცოთ ეს თვისება. ამისთვის განვიხილოთ სამკუთხედი ABC, ABC ეს სამკუთხედი და ვაჩვენოთ, რომ კუთხე A-ს დამატებული კუთხე B და დამატებული კუთხე C არის 180 გრადუსი. კუთხე B-ზე, ანუ ამ B წვეროზე გავატაროთ DE წრფე, რომელიც არის AC წრფის პარალელური. ანუ DE პარალელურია AC წრფის. კუთხე BAC კუთხე, ანუ ეს კუთხე უდრის ABD კუთხეს, ვინაიდან ისინი არიან ერთმანეთის შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები. უბრალოდ, ან კუთხე A უდრის კუთხე ABD-ს, რადგან არიან შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები. ანალოგიური წესით გვაქვს ასევე შემდეგი წყვილი ტოლი კუთხეებისა, ანუ კუთხე C და კუთხე CBE.
აი ეს კუთხე. ანუ კუთხე C უდრის კუთხე CBS. იგივე წესით არიან შიგა ჯვარედინად მდებარე კუთხეები. ჩვენ რომ დავთვალოთ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი, ანუ კუთხე A-ს დამატებული კუთხე C დამატებული კუთხე ABC. ეს იგივეა რაც. თქვით რომ კუთხე არის კუთხე ABD-ს ტოლით და ამიტომ მის ნაცვლად დავწეროთ კუთხე ABD. კუთხე C რომ არის კუთხე CBS ტოლი, ამიტომ მის ნაცვლად დავწერ კუთხე CBS. ხოლო ABC კუთხეს არ შევცვლი. დავტოვებ ცვლილად. ახლა ვნახოთ რა კუთხეები შევა. ანუ ჩვენ შევკვირვებთ ABD კუთხე, ანუ ეს კუთხე, CBE კუთხე, ანუ ის კუთხე და სამკუთხედის ერთ-ერთი შიგა კუთხე BC. ეს სამივე კუთხე ჯამში უნდა უდრიდეს 180 გრადუსს, რადგანაც ერთად ისინი ქმნიან გაშლილ კუთხეს. ამიტომ ეს უდრის 180 გრადუსს. შეგვიძლია დავწეროთ ასე. ესე იგი სამკუთხედის შიგმი ვაჩვენეთ რომ ყოფილა 180 გრადუსის ტოლი, ანუ სამართლიანია ჩვენი